დაახლოებით 5:30-დან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან 9 აპრილის ქუჩაზე არიან დემონსტრანტები და აქ არის პოლიციის კორდონი განთავსებული პარლამენტის შენობასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც გზის გადაღმა ტროტუარზე იმყოფებიან. ამ ტროტუარიდან გადმოვიდა სწორედ დაკავებული ქალი, მას ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც ეწერა ანწუხელზე უკვდავია. იგი პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ტროტუარზე დააბრუნეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის მხარეს კვლავ გადმოვიდა, ძალის გამოყენებით დააკავეს, ასევე მასთან ერთად დააკავეს მეორე ახალგაზრდა ქალიც, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ დროისთვის მოქალაქეები რჩებიან კვლავ პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, მაშინ, როდესაც სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლები ტოვებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ისინი ავტომობილებს 9 აპრილის ქუჩაზე ხდებოდნენ ისეთივე შეძახილებით, როგორიც ახლაც გესმით, მონებო სკანდირებენ აქ შეკრებილი ადამიანები. ისინი აცხადებენ, რომ ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ამ კომისიის სხდომებზე ხდება, ქვეყნის ღალატია და რომ ქართული ოცნება ცდილობს ქართველი სამხედროები, ქართველი გენერლები და ზოგადად ქართული მხარე დაადანაშაულოს იმაში, რაც ჩაიდინა რუსეთმა. კონკრეტულად ბუნებრივია 2008 წელს ომის დაწყების